კედლებზე, კარებებზე, გერმანულ ლამინირებულ პარკეთსა და შპალერზე, ესპანურ სამზარეულოებსა და იტალიურ სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკაზე. კაფელის სახლი, თბილისი, ქავთარაძის 27. დღის ამბები დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გიორგი ვაშაძე და ირაკლი სესიაშვილი არიან ჩვენი სტუმრები. თქვენ ძანეთ წეგან ბატონო გიორგი რომ ქვეყანა გვენდრევა თავზე. მაშინ როცა დღეს ამ ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან სერიოზული განცხადებები გაკეთდა ხელისუფლების მოქმედით უყოფილი პრემიერის მხრიდან და რაში გამოიხატება დანგრეული ქვეყანა? გამოიხატება იმაში, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში. გარეთ გავიდეთ, ხალხს დაველაპარაკოთ, შევხვდეთ მოსახლეობას, ყველა ამბობს რომ თითი დღე მათი პრობლემები უფრო და უფრო მეტია. უმუშევრობა უფრო აწუხებთ, ლარის ინფლაცია, ეს კურსის ცვალებადობა აწუხებთ ძალიან სერიოზულად. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანაში არ არის გარღვევა ეკონომიკური განვითარების კუთხით. ის რაც არის ეს კონფერენციები, ფორუმები, სტარტაპების პრეზენტაციები, ეს არის რაღაცა სტანდარტული, ასე ვთქვათ, შოუ მანერები. გახსოვთ საინვესტიციო ფონდები? კი, შეიძლება მაშინაც იყო, მაგრამ მე გეტყვით, რომ მაშინ რეალური შედეგები სამჯერ გაიზარდა მართლაც ეკონომიკა. 9 წლის მანძილზე საშუალო ზრდა ეკონომიკური იყო 7%. 2003-2012 წლებში იყო პერიოდი 2007 წელსო 12%-ზე წავიდა ეს ზრდა, მე 2008-ში ომი იყო. ასე შემდეგ, მოდი, ბევრი საკითხი იყო, თუმცა მთავარი საკითხი რა არის, იცით, რომ დღევანდელი კვლევები და აბსოლუტურად ყველა გამოკითხვა ათასურებს, რომ ამ 4 წლის არასწორი პოლიტიკის შედეგად ხალხმა დაკარგა იმედი ხვალინდელი დღის. ის ველი, რაც დღეს არის გარეთ რო გავდივართ, ასეთი რთული ველი არ ყოფილა არასდროს, იმიტომ რომ საერთოდ პოლიტიკოსების მიმართ აქვს ძალიან სერიოზული აგრესია მოსახლეობას. და რატომ მოხდა ეს? ნახეთ 2012 და რატომ მოხდა იცით ეს ინგა? იმიტომ რომ 2012 წელს იმ ხელაზე იყო აწეული დაპირებების მარჟა ქართული ოცნების მხრიდან, რომ აქედან ფაქტობრივად ხა ნახევარი შესრულდა ვერ ითქვი, არც ნახევარი არ შესრულებულა, ალბათ იმაზე ნაკლებიც, რა ვიცი, ეხლა შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ პენსიებიდან დაწყებული, ეკონომიკური ზრდით გაგრძელებული, არ ვიცი, ბევრი პროექტები რაც იყო დაპირებული და აქედან გამომდინარე ადამიანებს აქვთ აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, ნეგატიური დამოკიდებულება წინა საარჩევნო დაპირებებთან მიმართებაში. ერთს ვიტყვი, უბრალოდ მე რას დავაკვირდი, მე მგონი ადრე ვთქვი ერთ-ერთი ეს. როდესაც ადრე ჩვენ ვაკეთებდით ხალხის გამოკითხვას, ყოველთვის აქცენტირებული იყო ხოლმე ადამიანის უფლებებზე. ანუ მოსახლეობის პროტესტი უკავშირდებოდა ადამიანის უფლებებს. ეხლა ბატონო ირაკლი, როცა მოსახლეობის გამოკითხვას ვაწარმოებ, ყოველთვის სიღარიბეზე კეთდება აქცენტი. ანუ არის თუ არა ამ შემთხვევაში მართალი გიორგი ვაშაძე, როცა ამბობს რომ დღეს ყველაზე მეტად უჭირს ხალხს. ინგა კარგი მინიშნებით დაიწყე. და რატო? იმიტომ რომ იქ სადაც არ არის საკუთარ თავისუფლება, საერთოდ ეკონომიკაზე, ან სამუშაოზე, ან სოციალურ პრობლემებზე ხალხი არ საუბრობს. ჩვენ მაშინ როცა ბატონი გიორგი ნაციონალებში იყო და ომში ვიყავით ფაქტიურად, ჩვენ საუბრობდით რაზე, რომ ადამიანებს მოაწამებთ, ხალხს ნუცემთ, ხალხს ციხეში უკანონოდ იჭერთ, ბიზნესს მოარტყმებთ, კურცხელის მერე არც რა გიორგი ერთ რამეს ჩემზე დიდი ხანია პოლიტიკაში ხარ, გამოცდილი პოლიტიკოსი ხარ. 2012 პოლიტიკაში. კარგი ორატორი. როდი დახარ პოლიტიკაში? ჩემას გეტყვი რა. აი მართლა ეს ნაციონალურ მოძრაობას რა პოლიტიკური სტრატეგია ქონდა, აი იმას მიყვები და არ მიყვები ირაკლი ძალიან ხო არ გინდა ეს უისწავლება რა შენი სიტყვები მე ჩემსაც ვიტყვი რა ეს არ გინდა ეს მენტორული ტონით ლაპარაკი რა ეს არის პრობლემა რა წარმატებებზე ამ რეალობაზე რატო მითხარი წარმატებები რაში დავიწყოთ დაიწყო პირველი ჯანდაცვის რეფორმა რომელიც ჩემი აზრით არის უპრეცედენტო და იცით რომ წლების მანძილზე ხალხი ყიდიდა ყველაფერს და იმისთვის რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინა ეს პრობლემა მეტნაკლებად მოუხსენით ჩვენს მოსახლეობას და ამ მხრივ უკვე არჩევნების შემდგომ ჩვენი პროგრამის ნაწილი რაც იქნება უფრო მიზანმიმართულს გავხდით. C ჰეპატიტი აქვე ვახსენო. ასეთი უპრეცედენტო რამ არ მომხდარა არასდროს. სოფლის მეურნეობის პროგრამები. თქვენ იცით რომ 52% მოსახლეობის ცხოვრობს სოფლად და რამდენად გაიზარდა სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში? არა, გავიგე, მაგრამ კითხვას გისვათ მაგ საკითხზე რა. მე ყველაფერს მოგიყვები და თქვენ მე ყველაფერს კრიტიკულად შეაფასეთ, გამიხარდება, იმიტომ რომ ეს არის თქვენი ნიშა. კი ბატონო, სოფლის მეურნეობაში. სოფლის მეურნეობა არ არის ქვეყნის ეკონომიკისთვის
სერიოზულად მომგებიანი. თუმცა, როცა შენი მოსახლეობა 52% ცხოვრობს სოფლად, რომელსაც არ აქვს ელემენტარული საშუალება მიწა დაამუშავოს, საწამლავი იყიდოს, ენერგი მიიღოს და ასე გაიზარდა სოფლის მეურნეობა. ჩვენთვის სოფლის მეურნეობის ბაში ინვესტიციების ჩადება, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, ეს ერთგვარად ნაწილობრივ სოციალური პროგრამა არის, პროექტი არის და მეორე სოფლის მეურნეობა მოწოდებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივებში მას კონდეს მოგება და მე ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული კახეთიდან. ირაკლიო, ჩვენთანო სოფელშიო მიწას ვერ იყიდიო, იმიტომ რომ ხალხს გაიგო მიწის ფასი რა არისო და ყველა რა პროდუქციას მოყავს იმის რეალიზაციას. შემდეგი გადავედი უფასო ბაღები. უმაღლეს სასწავლებლებში რამდენი მიმართულებით ხა თქვა რომ უფასო ფაკულტეტები კარგია. უფასო ფაკულტეტები გაიხსნა. ხა თქვა რომ უფასო ფაკულტეტები კარგია. იქ სადაც პრობლემები გვაქვს, გიორგი, ვიდაოთ, მე მზად ვარ ამის ვიდაოთ, მაგრამ იქ სადაც გვაქვს ჩავარდნები, ანუ სადაც პროფესიები გვჭირდება. ძალიან სერიოზულ აქცენტებს ვაკეთებთ, მაგრამ უფრო სერიოზულად ვიმუშავებთ პროფესიულ განათლებაზე. რამდენი ადამიანი დააფინანსეს პროფესიულ განათლებაზე? ხო. გასულ წლებში რამდენი ადამიანი დააფინანსეს? არ მაქვს სამწუხაროდ გიორგი, ახლა ზუსტი, თუმცა არ დაგიფინანსებია და იმიტომ, რაც იყო ის პროგრამებიც გააჩერა. შესაძლოა ახლა გერმანიაში პრემიერ-მინისტრი იყო, ერთ-ერთი ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც გერმანია ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას გაბიძებს პროფესიულ სასწავლებლები არსებობდა დაფინანსება არსებობდა და ეგეც გააჩერა. სახელმწიფოანელოები. გადავედი შინაგან საინვესტიციო ფონდი რაც შეეხება ყველა ინვესტიციები რომ უნდა შემოსულიყო 3 მილიარდი 6 მილიარდი ტურიზმი რომ არის გაზრდილი მე მგონი ამას ყველანაირი სტატისტიკას რომ თავი გავანებოთ რეალურად ხედავთ ქალაქში გავალთ ბათუმში ჩავალთ თელავში ჩავალთ ყველგან ტურისტების ძალიან სერიოზული ნაკადია ამას მოყვება სამშენებლო ბიზნესი ყველაზე სერიოზულად ხდება ბოლო წლები იყო ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციების რაოდენობის თვალსაზრისით ორჯერ სამჯერ არის გაზრდილი. ეხლა გიორგის მოყავდა 2007 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ამას 7%. 12%. მაშინ როდესაც იმავე პერიოდში ჩვენ სამეზობლოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. რა ლაპარაკობ? მაშინ როდესაც 5% იყო ჩვენ სამეზობლოში და 2005 წლის და 6 წლის ეკონომიკური კრიზისები გადაილახა რუსეთთან ემბარგო და გაზის კრიზისი და ასე შემდეგ. აზერბაიჯანში 13% იყო. მოდი, შეიძლება ეხლა კრიზისია, პირიქით. ჩვენი ზრდა ძალიან მაღალია. შეიძლება ეგ პენსიებზე ვილაპარაკებ თუ შეიძლება და ხელფასებზე ვიცი. მოკლედ თქვით და გადავდივარ ბატონ გიორგი. 220 ლარი არის პენსია ალბათ. 100 ლარი იყო პენსია. 150 ლარი იყო და ეხლა არის 100. როგორ გეკადრებათ? 20 ლარით გაზარდეთ პენსია. როგორ გეკადრებათ? 100 ლარი იყო პირველივე დღეს აი რომ მოვედით ხელისუფლებაში 50 ლარით გავზარდეთ. და მე დავამატეთ 20 ლარი და მე დავამატეთ. თქვენი ბიუჯეტი და ჩემი ბიუჯეტი არ ვიცი. ეს არის ეს ჩვენ მოვეთორა 120 ლარი დავიდით ხალხს პენსია და არ გაუკეთეთ ეხლა. გადაამისა ომში გარდაცვლილთან მიმართებაში თქვენიც 10 ლარიანი პენსია დაუნიშნეთ. თქვენ იცით რომ ყველა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს და ხირო ცუდად ვარო. თუ ასე მაგრამ გააკეთეთ რა პოლიტექნოლოგია ძალიან კარგი ტექნოლოგია განწყობები ადამიანების თავისუფალი მედია გარემოში და ამ სივრცეში მედია სივრცე ძალიან მოქმედებს თავისუფლება პრობლემა არანაირი გიორგი ეგ შენ უტრიებ ერთად დაიფაროს სიტყვის თავისუფლება იყო და ბევრი საუბრია მე რაღაცა ერთ წუთში რასაც ჩავეტეოდი და მე უკვე წინას არჩევნოთ ინგა პრობლემა ნახერაშია აი მაგალითად ეხლა შეიძლება ამდენი ვისაუბროთ წარმატებებზე ბჭყალებში რა მაგრამ ფაქტია რომ სოფელს არაფერი დიდი არ ვიცი ხა რომელი სოფლიდან ნახა თავის მეგობარი რომ ასე აყვავებული არის სოფელი და მიწას არავინ არ ყიდოს სოფელში გაცილებით მეტი პრობლემა და პრობლემა ამ ხელისუფლებისაც იმაშია რომ მარტო ხნათესავში ეძებს სოფლის განვითარებას და არა სხვაგან და სხვა ბევრი პროექტი არის გასაკეთებელი ვეცე დამამთავრებია ხა ირაკლი საწარმოები რო იხსნება გადამამუშავებელი გადამამუშავებელი ძალიან ბევრია ძალიან ბევრია ოდი რა არ მოგვაქვს ლაპარაკი რაც ჩამოვთვალეთ რაც ჩამოვთვალე რამე არ მოგეწოდა მაინტერესებს რა განმარტივია კი არა საპარტნიორო ფონდი რო გაიხსნა და მილიარდები რო ჩაიდო 6 მილიარდი 5-6 მილიარდი დაიხარჯა სად არის 5-6 მილიარდი ხო არავის უკითხავს გინდა აქვე კი პასუხები ხა 5 მილიარდს ვერ გავყვები მაგრამ რამდენიმეს დაგიზახელებ მაგალითად გარდამნისთო ელექტროსადგური 200 მილიარდი ეს არ არის მანდედან ნაღები არ არის მაგათკი არა არ გადაგაგვის თო ელექტროსადგური შენდებოდა 2010 თუ 11 წლიდან მოყოლებული ნუ დააბრალეთ გარდამნისთო ელექტროსადგური 100% დამანთავრები არა იტყუები და გეუბნები აქვს ძალიან 100% არის
გაანთქო რა, ერთი წუთი რა. ბატონო ირაკლი, მოდი აი აქვე მოიწვე და გითხარი და ეხლა მეუბნები დაამთავრე. ეხლა მეუბნები დაამთავრე, გეუნები აქ 100% არის განაინვესტირებული. მოდით მოусმინოთ. თავარი საკითხი რაში მდგომარეობს რა. რომ არც ერთი მიმართულებით ჩვენ არანაირი ეკონომიკური გარღვევა არ აქვს, ეს ფაქტია. ეხლა რაც არ უნდა ეკონომიკური და რო გვაქვს არაფერი ნიშანია. რამდენი პროცენტი გვაქვს ეს ეკონომიკური და ირაკლი ხა 2-3% გვაქვს იმაზე მაჩანჩალა ქვეყანა ვარ იმაში ეხლა მოიკარეთ რომ მაგარი იმას ვერ ხვდები რომ რა რომელ რეგიონში გაქვს საუკეთესო რეგიონში რომ პრობლემაა და შენ გონი ეხლა მე ვაპირებ რომ სომხეთს და აზერბაიჯანს შევედა რომ მე ვფიქრა რომ მინდა რომ გაცილებით მეტი ვიყო და ამიტომ უნდა რატო უნდა შევედა რომ თურქეთს გამაგრებია რეგიონში ხო უნდა შევედა რატო უნდა შევედა რომ რეგიონში აზერბაიჯანზე ადამიანს იმიტომ რომ გააკეთე უფრო მაგარი ვიდეო აკეთებს სხვა აზერბაიჯანზე კარგი ეკონომიკა მიუხედავად დამარტი რაღაცას გეტყვი რა თქვენ ეთყობა ედარებით მაჩანჩალა ქვეყნებს მე არ ვედარები მაჩანჩალა ქვეყნებს უფრო მეცად გეტყვით რომ მათზე პროგრესი გაქვს ეკონომიკური ზრდა და მე ძალიან მარტივ საკითხს ვამბობ რა აი ეს არის პრობლემა ზოგადად ჩვენი ქვეყნის როცა ხელისუფლება ფიქრობს რომ ყველაფერს კარგად აკეთებს როცა ხელისუფლება ფიქრობს რომ ეკონომიკა ვითარდება როცა ხელისუფლება ფიქრობს რომ ხალხი უკეთესად არის აი ამიტომაც ვართ აი ამ კატასტროფაში რაზმეს ვართ აღარ აბა ავიცი ხა ისე მეუბნები რომ აგარიაო კაცო რა მიჭირს ირაკლი რა მიჭირს აღიარება გიჭირს რაც რომელიც ამატება აღიარო გადი ქუჩაში ხალხმა შეიძლება ხელი გამოგჭრას ისეთი შიშილისგან ისე ზუსტად არის რა მითხარი რაც შენგან განსხვავებით ქუჩაში არ ყოფილხართ ალბათ რაც წამო ეხა ბაზარში წავიდეთ ერთად და გაველაპარაკოთ ხო წამო ზუსტად დაგჭა 2 წუთი და აი რაც ჩამოთვალე რომელიმე არ მოგწონს ან ვერ ხედავ რომ აი ეს რაც მე ჩამოთვალე რა უფასო ციგნის გამო დაგიფასო ხელისუფლებაში მე გეკითხები უფასო ციგნის გამო და უფასო ფაკულტეტების გამო არც ვიტყოდი მაგ მიღწევას გეკითხები შენ ადგილზე არც ვიტყოდი მაგ მიღწევას რაც მე ჩამოთვალე კატასტროფა ხელისუფლება რომლისთვისაც ერთი წამი ირაკლი კატასტროფა ხელისუფლება რომლისთვისაც მაგასაც არ აკეთებდი მაგასაც არ აკეთებდი იუსტიციის სახლები რაც გავაკეთე რო შევდარებოდი სომხეთს აზერბაიჯანს და თურქეთს ეხლა მექნებოდა sapasporto ისევ პადუალში რა და არის იუსტიციის სახლი ზუსტად ამიტომ ეგან განსხვავებით მე ამბიცია მაქვს რომ საქართველოს იყოს გაცილებით უფრო ძლიერი და სწრაფად ვითარდებოდეს და ტვინიანი ადამიანები მუშაობდნენ ამაზე და არა ისეთი უსაქმურები რომლებიც მაგალითად თავისი ზესტაფონის გზაზე რო დადიხარ კისერი მოგწდება ადამიანს ისა 4 წელია იმას გზა ვერ გააკეთე. კი, ვილაპარაკოთ. 4 წელია ზესტაფონი ქუთაისი ვერ შეაერთეთ ერთმანეთს. გააკეთეთ, ის გავაკეთეთ 4 წელიწადში. აი, რას ვილაპარაკები, რას გაპროტესტები, 2 წუთი დამჩა ზუსტად. მართლა არ დადიხარ პარლამენტში. ორი კითხვა მაქვს, ერთზე თქვენ უნდა მიფასუხოთ. ეხლა არ მითხრა ზესტაფონი ქუთაისზე დაგებულია. რა, 4 წელია. ერთზე თქვენ უნდა მიფასუხოთ და ბოლოს მარტო იმას ხედავ, რაც გაჩერებულია. დიახაც ხედავ იმას, რაც გაჩერებულია. რაც გაკეთებულია იმას ვერ ხედავ. რა, 7 კილომეტრი დააგრძელეთ ცენტრალური მაგისტრალიდან. მეუბნები 7 კილომეტრი. კი, ქარელიდან განათება სადაც თავდება, აიქამდე იყო, რო იცოდე. განათება რო აღარ არის, იმისტერია თქვენი დაგებული. აი ახლა გახსნეს 7 კილომეტრი დამატებით კიდე. რამდენი კილომეტრი? რამდენია მითხრა 5 კილომეტრია ეგეთი. და მოიცა ერთი წამი, ბოდი ინგა ერთი წამი, ბოდი 25 კილომეტრი ხო არის? კაი, გითვლი 25 კილომეტრი. გორი თბილისის გზა რამდენი კილომეტრია? ქუთაისის შემოვლითი გზა. გორი თბილისის გზა რამდენი კილომეტრია? 78. 78 არ არის, დაახლოებით 90 კილომეტრია. კაი, 78, 25 და 78. რანაირად გააკეთეთ სამჯერ მეტი გზა? არ გავიწყეს რომ გავაკეთეთ რომელი? ქუთაისის შემოვლითი გზა. ქუთაისის შემოვლითი გზა, რომელიც ნახევრად კი ბატონო, კაი. აქვე მიმდინარეობს ზესტაფონი ქუთაისიც გააკეთეთ. ქუთაისი არ დაგვიმთავრებია, იმიტომ რომ 4 წელია, 4 წელია ირაკლი, 4 წელი უნდა დაიწყოთ არ ხოცავთ. უკაცრავად, ზუსტად მაქვს 1 წუთი და უნდა გადავანებო. აი ეს არის თვითმაყურებელობა პრობლემა, ზუსტად თქვენი რა. ეგ გონია რომ თვითმაყურებელი. თქვენთან მექნება შეკითხვა კანონიერი ქურდის საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით, ოღონდ ძალიან მოკლედ უნდა მიპასუხოთ, მანამდე კი ბოლო კითხვა. გიორგი ვაშაძეს დღეს ჰქონდათ საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლში თეა წოლუკიანის წინააღმდეგ. რა ხდება? მითხარით და საპროტესტო აქცია ჩვენ საარჩევნო რეჟიმი დაწყებულია, შეტანილი გვაქვს განაცხადი პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ვითხოვთ რომ სწრაფად მოხდეს განხილვა, ვრეკავთ არ პასუხობენ, მეუბნებით ხარვეზი ხო არის? არა, არ გვარეგისტრირებ, ჯერ უარი არ მიგვიღია, უბრალოდ რას ვამბობთ რა, რომ მაქსიმუმი ვადა არის 1 თვე გათვალისწინებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად 1 თვე უნდა გამოიყენოს და მერე გითხრას, რომ რაღაც ხარვეზია. ხო, ჩვენ წერილებს
ურეკავთ და ვეუბნებთ, რომ გითხარით, რამე ხარვეზი ხომ არ არის ამ დოკუმენტში, იმიტომ რომ ხო, გადაშირი საარჩევნო კამპანია დაწყებული, ეს ხო არ არის ახლა მაგალითად ისეთი წელი, სადაც არჩევნები არ არის და შესაბამისად არავის არ ეჩქარება. რა თქმა უნდა, გვეჩქარება, რომ სულფას უნდა შევძოთ საარჩევნო კამპანიაში ჩართვა. მადლობა. ამიტომ იყო ეს მოთხოვნა, რომ დღეს წერილობითაც მივწერეთ, რომ თუ რაიმე ხარვეზია მოგწერეთ, თუ არა და დაგვირეგისტრირეთ. და საერთოდ ისე მე საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ არავის არ გაუხსენებია ჩემს არც მომსვლი აზრად რა, მაგრამ ერთადერთი სერვისი, სადაც დაჩქარებული მომსახურება არ არსებობს, არის პარტიების რეგისტრაცია. აუცილებლად ამასაც გავაკეთებთ ხელისუფლებაში რომ მოვა. მადლობა გიორგი ვაშაძეს. ირაკლის პარლამენტში სესიაში იყავი და ინიციირება მოგეყინა, და არ გქონია ირაკლი, რა ვიცი, არ გამახსენდა. აი ახლა გამახსენდა და გავაკეთებ. ვახოსანაია და მისი სტუდია მაქვს ნათხოვარი, ასე ვთქვა და ამიტომ უნდა მოვასწრო. მე მაინტერესებს ხელისუფლების ლიდერის პლუს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი კანონიერი ქურდის ქვეყანაში საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით. ინგა, თავისთავად ცხადია დავინტერესდი და გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მე თქვენ მოგცემთ იმ ინფორმაციას, სადაც თქვენ გარკვეული დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, რომელიც მე ჯერჯერობით არ მაქვს. კი ბატონო. პირველი, ჩვენ გვაქვს უკრაინასთან გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება და მაშინ, როდესაც ხდება პირის ექსტრადირება, გამოძევება, ან ის არის კანონიერი ქურდი ან და ასე შემდეგ, უკრაინას ვალდებულება აქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება გააფრთხილოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ მოხდეს მასზე რეაგირება. არ გაუფრთხილებს. პირველი, ასეთი ინფორმაცია არ მოუწოდებია და ქონდა რა კონტაქტი ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან, ამაზე თვითონ არიან ძალიან შეშფოთებული. მეორე, ეს პირი არ შემოსულა საქართველოს მოქალაქის პასპორტით. ის შემოვიდა უკრაინის მოქალაქის პასპორტით, სხვა სახელი და სხვა გვარით. შესაბამისად, მოვთხოვოთ პასუხი ჩვენს სამართალდამცავებს, რატო არ მოახდინეს რეაგირება, როცა იყო უკრაინის მოქალაქე და თავისთავად უკრაინამ როგორ გამოაძევა საკუთარი მოქალაქე ქვეყნიდან, ეს კიდე მეორე კითხვაა. და ბოლოს ეს ეგრეთ წოდებული დეპორტაცია, დეპორტაცია ამ ეტაპზე ასე ზეპირად არ დგინდება, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი სამართალდამცავები ელოდებიან ასე ვთქვათ დადასტურებას ამ დოკუმენტაციის. მოხდა ოდესიდან. ასე რომ ოდესიდან ვიღაცამ გამოაგზავნა ისე რომ საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები არ დაიცვა და ჩვენ არ დაგვახსნა. მე არ ვიცი ვინ მოაცილა და ვინ გააცილა. ამ ყველაფერს მე ის ინფორმაცია მოგეცით და გითხარით კიდევაც რომ კითხვები გაგიჩნდებათ მეთქი. მაგრამ მე გითხარით რომ ერთი რომ უკრაინამ არ მოახდინა ჩვენი ინფორმირება, მეორე შემოვიდა უკრაინის პასპორტით. ანარჩენზე უკვე მე ვილაპარაკობ. ძალიან საინტერესოა ეს ოდესის თემა ნამდვილად ახალი იყო. წარმატება მინდა გისურვო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ირაკლი სესიაშვილი და გიორგი ვაშაძე იყვნენ დღის ამბების სტუმრები. ზუსტად 10 წუთში კი ვახოსანაია წარმოგიდგენთ რვიანს საინტერესო თემებითა და სტუმრებით. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით 4 შაბათს. მადლობა რომ